მე ესე წარმომედგინა რომ გამოვლენ ვიქნებით ყველა ჩვენი ინსტრუმენტებით და შევხვდებით სიმღერით, ცეკვით, თამაშით, რა თქმა უნდა. მათაც მივაწოდებთ თავიანთი ინსტრუმენტებს და ვფიქრობ, რომ მთელს ქალაქს გავაგონებთ ჩვენს ხმას და ბიჭების ხმას, იმიტომ რომ არა მარტო უნივერსიტეტი, არა მარტო სახლები, მთელი ქალაქი არის დადუმებული ბიჭების გარეშე, ფერები არის დაკარგული და მე ვფიქრობ, რომ გამოვლენ ყველაზე ხმაურიანები ჩვენ ვიქნებით და ყველაზე მეტს ჩვენ ვიცანცარებთ და ვიხალისებთ. ყველაზე ხშირი კონტაქტი მაინც გიორგი დავითაძესთან მაქვს, ჩემი ნათესავი არის და ასევე ჩემი უძვირფასესი მეგობარიც, რომელიც ძალიან მენატრება და მიჭირს ის, რომ მხოლოდ 3 ან 2 წუთით მიწევს მასთან საუბარი, იმიტომ რომ სულ ვსხდებოდით, ვსაუბრობდით, ჩემი საუკეთესო მსმენელი და მრჩეველი იყო და ეს დანაკლისი მაქვს და არა მარტო ჩემი დანაკლისი არის ეს, მთელ უნივერსიტეტს და ქალაქსაც აკლიათ ეს ბიჭები. ახლა წესით უნდა სწავლობდნენ, უნდა უკრავდნენ, მღეროდნენ, თან ინსტრუმენტები ძალიან უყვართ და სულ მახსენდება ის, რომ სასამართლოზე მოსამართლეს რომ უთხრა ბიჭმა, ჩემი გიტარა მენატრებაო, წარმომიდგენია როგორ ენატრება გიორგის თავისი საკრავები. ახლა პიანინო დახვდება სახლში და ერთი სული მაქვს, როდის გამოვა რომ ერთად დავუკრათ. სულ მახსენდება ის მომენტები, ღამის თენებები გიორგისთან ერთად და ბიჭებთან ერთადაც ერთად რომ ვუკრავდით, მღეროდით, აი ყველაზე ემოციური და ბედნიერი და მნიშვნელოვანი მომენტები არის, რაც მე მახსენდება. ანრიზე მინდა ვთქვა კიდევ, რომ მე წარმომიდგენია რა განცდები აქვს ახლა ანრის, იმიტომ რომ უნიჭიერესი პიანისტი არის. მინიმუმ 7 საათს მეცადინეობდა და პიანისტისთვის პიანინოს მოწყვეტას არ ვიცი, ყველაზე საშინელი რამ არის, რაც შეიძლება ადამიანს გაუკეთო და ცოტას ნერვიულობ, თან მცივა. გურამს არც ისე დიდი ხანია ვიცნობ, თუმცა ერთმანეთი გავიცანით ბანაკში. მე აღმოაჩინეთ, რომ თურმე გურამიც უკრავს გიტარაზე, გურამიც მღერის ცოტ-ცოტას და ძალიან საყვარელი და ხალისიანი ადამიანი არის. ბატონი მამუკა არის ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანი, ისე თავის პროფესიაც ძალიან კარგად იცის, არ ყავს, ბარეორი ვერ შეედრება და თან ყოველთვის გულითადად გვიღებს, ჩვენი ოჯახის წევრი არის, ასე ვთქვათ, ბატონი მამუკა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, შვილებივით გვიყურებს, შვილებივით გვივლის და ყველა სტუდენტს უდგას გვერდში, მიუხედავად მათი მოსაზრებებისა და შეხედულებებისა. ის ყოველთვის აფასებს ადამიანს და არასდროს არ მიგრძვნია თავი ან პატარადან დაკარგულად. ბატონი მამუკა ყოველთვის თავის თანასწორად გვაგრძნობინებს თავს, ისე გვაგრძნობინებს როგორც ოჯახის წევრს და ბატონ მამუკასთან ერთად ახლა დავით გვიანიძეც, მისი დისშვილი არის იქ და ჩვენ ყველანი გვგრძნობთ იმ სითბოს, ზუსტად იგივე სითბოს, რასაც ბატონი მამუკა დათუნას ჩუქნის და მე მიხარია, რომ ბატონი მამუკასნაირი ადამიანი გვყავს გვერდით.